ყვარელში ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა დაშავდა კიდევ 5 მგზავრი. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული 18 წლის ლაშა კირვალიძეა. შემთხვევა 11 ივლისის ღამეს მოხდა. თავარის ინფორმაციით ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც 6 მგზავრი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ტელავში მოქალაქეების ნაწილი ამ დრომდე სასმელი წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. ქალაქში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩები ქვაღორღისგან იწმინდება. ადიდებულმა თელავის სხეულმა გუშინ კავკასიონისა და ალაზნის გამზირები დატბორა. რუსეთის სტავროპოლის მხარეში უკრაინამ ვიაზნიკის ნავთობ ბაზა დაბომბა. აფეთქებებს ძლიერი ხანძარი მოჰყვა. ცეცხლის სამრეწველო ზონაში გაჩნდა. ამ დასახლებაში მდებარე ნავთობ ინფრასტრუქტურაზე ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე თავდასხმა განხორციელდა. უკრაინული დრონებით შეტევა იყო მოსკოვის ოლქზეც. ამერიკა-ირანს შორის კონფლიქტი გრძელდება. ცენტრალური სარდლობის განცხადებით ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ დამატებითი იერიში დაიწყო. მიზანი ირანის შესაძლებლობების დასუსტებაა, რომ მათ ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა ვეღარ შეძლონ. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის განცხადებით ბაჰრეინში ამერიკის სამხედრო ბაზას დაარტყეს.